საღამომშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, აი როგორ ბარძაგებ, იმიტომ რომ ახალი წელი შემობრძანდა უკვე, გილოცავთ ყველას 2025 წლის დადგომას, გისურვებთ ყველას რომ გქონდეთ 2025 ჯერ 2025 სიხარული, სიკეთე, სიყვარული და ყველაფერი კარგი, რაც კი თქვენ თვითონ მოგესურვებათ კარგ და დალაგებულ გუნებაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ახლა კი მე ალბათ დაიბენით ისევ კიდევ ერთხელ მე რომ ვარ აქ, შეგახსენებთ რომ ეს გადაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასაცილო და მხიარული გადაცემა მთელს ტელესივრცეში, რომელსაც ქვია ანეკდოტების შოუ. და თუ რატომ იმყავს დღეს მე ანეკდოტების შოუ, ამას ახლავე მივხვდებით, როდესაც გამოვაცხადებ თუ ვინ არიან ჩვენი სტუმრები. უпростоრად თავისი სტუმრები. თუ მოკლედ თქვენ თვითონ განსაზღვრავთ, როგორც არის დღევანდელ ანეკდოტების შოუში ერთმანეთს შეერკინებიან, ერთმანეთს შეეპაექრებიან ნიკოლოზ არაბიძე და პატა გულიაშვილი. მოგესალმებით. ღმერთო რა რას მოესწარი, ღმერთო ეხედავთ პატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე ჩვენთან არიან სტუმრად. გილოცავთ ახალ წელს. ეს შევები რატო გასვიათ, გველი წელი კი მოდის, მაგრამ გველი კი არ მოდის თვითონ. ეს ლურჯია, დალტონიკო. მართალია, ხო დალტონიკი ვარ და კიდე ახლა დამიწყა წამლები და რაღაცები. მოკლედ გილოცავთ 2025 წელს მოვიდა როგორც იქნა შენი წელი, გველის წელია მოგეხსენებათ. შუქანი გველის წელი. ხანა გველი თუ გინახავთ. მაშინ სიგძეში პატარა ვარ, მე ბლოკვი ვარ. კი, მოკლე გველი ხარ, ფეხბძიმე მოკლე გველი. მოკლედ იმდენჯერ ვახსენეთ, ეგ ვინ ჩვენ თუდად ვახსენებს და აიყვიოს ეს წელი ენაზე. დავსხედით ხალბატონო. დასხედით ბიჭებო და სულ სხვანაირი ყოფილა აქედან ჩემო კობა ბატონო, ჩემო იმანო, ეს სტუდია და სანერვიულოც ყოფილა უფრო მეტად. მე ადრეც აღნიშნე, შენ გეკუთვნის გმირის წოდება. როგორ შეავსო სავარძელი? ხო და ადრეც აღნიშნე, შენ გეკუთვნის გმირის წოდება. შენს. იმიტომ რომ ის ჯერ ხო ეს გადაცემა ხომ იყავს, კიდე იქ ცალკე შენიდან იკაშოვდა. ამდენი აპარატურები თუ გიდევთ, ახლა მე რაც ჩამედეს აქ. ასე მგონია მთელი ტელევიზია მიდევს ჯებეებში. ჯერ ისედაც ვარ წონით 70 კილო და ესენი რო ემატება რამდენი გამოდის. ბატონო კობა, მაბადიეთ. ბატონო. ესე იგი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ ზურფას ტელემაყურებლებს ჩვენ ერს მთელ საქართველოს მიულოცო ახალი წელი, მრავალ ზაგასროთ ღმერთმა დღეიგრძელები, გახარებულები და საუკეთესო წელი ყოფილიყოს ეს წელი. აუცილებლად იქნება. ცხოვრებაში. ასე არის დადგენილება უკვე მიღებულია მთელ მსოფლიოში, რომ ეს წელი 2025 წელი იქნება საუკეთესო წელი საქართველოსთვის და ზოგადად დედამიწისთვის და გალაქტიონისთვისაც კი. ჩემო კობა, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ვუერთდები ნიკოლოზს და ვულოცავ მთელ ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში ჩვენ საქართველოს მართლა ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, გამთლიანების, გაერთიანების და მშვიდობის წელიწადი. აქვე ეხლა ცოტა შენელებულები ვითვართ. 5-ია მოგეხსენებათ და არავინ არ იფიქროს, რომ მაინდა-მაინც მას გადავყევით, მუშაობთ. მაგრამ დღეს კიდევ არის ერთი ისეთი ადამიანის დაბადების დღე, რომ არ შეიძლება გილოცავ დედიკოს დაბადების დღეს. მე მინდოდა მიულოცო აქედან ჯანმრთელი გილოცავ ბატონო შეგენაცვალე. ბედნიერად იყავი დედა, მიყვარხარ ძალიან, დიდხანს მყავდე და შენი თამადობი ყველა ქართველს სოფლიოში ასევე დედა ყავდეს კარგად და ჯანმრთელად. აი ეს ჩემო ბატონო. ფიქრობდი დღეს სად მივდივართ, აჰა. კი ბატონო, არ არის პრობლემა. თელავში გურჯაანზე გავლით. კეიფით ჩავალთ. ბატონო, ხო ბატონო. მოკლედ ჩვენ რატომ მოგვიყვანე ახლა ის გითხრა? ხო და აი მაინტერესებს მეც და
ყველაფერი კარგად. ანეკდოტები იცით რამე? რასთან დაკავშირო მე? ჩვენ ვაღა მაკითხოს დაგისვამ. შენ ვთქარ თემა. იცი რა. მოდი სანამ თქვენ ახლა ახალი წლები იყო ის მოგიწევდათ ხო აღრას მოგიწევდათ ხო ყველა მიცით და ახლა განტვირთვის მიზნით სანამ დავიწყებთ თამას მანამდე რამე გვიმღერეთ მე შენ გეტყვი და არ გეხერხებათ არ გიყვართ თუ რა მაგამ ბავში ყველაზე მთავარი ისაა რომ მხოლოდ გვეხერხება სიმღერით რა გითხრა მაგრამ ჩვენივე გუნდის წევრის შექმნილ სიმღერას ვიმღერებთ რომელიც პირდაპირ კავშირშია ანეკდოტებში და სხვათა შორის ეს იდეა რომელსაც ახლა ვიმღერებთ ერთ-ერთი ძალიან ისეთი წარმოტებული გამოდგა იმიტომ რომ 2024-ში 24-ში იმიტომ რომ ამ ფორმით არ მიუწოდები არავის მაყურებლისთვის ანეკდოტი ეს ეგეთი ანეკდოტის ფორმით გახსოვს პატიკო კი ბატონო იყო ჯერ კიდე ერთ-ერთ არხზე მუშაობის დროს კობასიდია იყო სიმღერაში ანეკდოტების ჩართვა და ძალიან აიღო არა იდეა შენი იყო იდეა და უბრალოდ მე დავწერე ლექსი ნუ სიმღერა ერთად დავწერეთ სიმღერის ტექსტი მე და შენ მაშინ მე ასე მახსოვს კი ბატონო კოჩა კარგი მოდი ნიკოლოზ მაშინ და ცოტა ხასიათზე მოვალთ შენ თქმის არის კი ბატონო მეც მაგი კიდევ ერთხელ გილოცავ და გილოცავ ჩვენებურად სიმღერით აბა წავიდე უროლოგთან ერთმა კაცმა შეაბიჯა ნაბიჯებით ფრთხილითა და მორჩილით ექიმა ხელი შეავლო არ გიჭირსო წადი ახლა ჩემ კაბინეტს მოსილდი პაციენტმა ვიცოდი რომ ჯანმრთელია მარა ისე ხუარისო კოჭივით მარომ საკენკი დაყარა ქათმებისთვის ამ დროს მამა ლიპეპლავდა დედალსა საქმეს თავი მიანება ჭამადიქცა მიხომა თქვა ბიჭო ჰაი დედასა ღმერთო ასე არასოდეს მომაშიო ჭამა მირჩევნოდეს ქალის ხერხვასა მარო მიხო გაბრაზა უთენია მიხომ ხელი მოაწერა განაჩენს საოჯახო ალბომი მომიტანეო ფოტოებთან ერთად გეტყვი დანარჩენს სანათესაო მინდა რომ შაგი იკურთხო მეშინია რომ არავინ გამამრჩენს ბაბუ ომზე ამბავს ყვება შვილი შვილთან გამძაფრა ტყვეებს იცი რა გვიქნეს ვინც სამშობლო გაყიდაო მაგრამ მოხნეს ვინც არა და ავტომატით დახვრიტეს შვილი შვილმა კითხვა დასვა რა გიქნესო ბაბუმ უთხრა როგორც ხედავ დავხრიტეს მიხო ჩუმა თქვრივს ურეკავს გემზადე მოვდივარო და გამიგე კარები ქრივმა უთხრა ხომ არ გადაირიეო 40-მდე ხოც ვერ გავეკარები ანდა ჩემ ქმარს იქაც გაუხარდებოდა შემოდი და მაიხურე კარები მიხო სამშობია როსთან ქალმა კითხა შიგნით შესვლა ნეწა როგორ ხდებაო მიხო მუთხრა ყველაფერი ადვილია ოღონდ შენ აქ ხდებაო ზუსტად 9 თვე დაგჭირდება მაგამბიდან მუცელი რომ დიდი გაგიხდებაო მოხალისე მეგრელს ომში შეკითხნე სად გარბი ხარ ადრეა 9 მაისი ყველა ბრძოლობს ავტომატებით დარბიან სად მიდიხარ ანდა რატომ არის სვრი არც დაფიქრდა მეგრელი და უპასუხა რა ხმაზმო და მე კარგა ხალისი ნაზიკია სახლში მიდის გაწეწილი გათანგული აღარ არის აზრზეო ქმარს უყვება ყაჩაღებმა და მიჭირეს ან იმღერე ან გაიძრე ტანზეო
ქმარმა კითხრა მერე ქალო შენ რაკემი რომელი ბიონსე მე ვარ ხმაზეო მოკლედ ბიჭებო ძალიან გავხალისდი ანუ ეს ჟურნალი იყო თან ფაქტიურად აგრძელება იქნება მუსიკალურად პოეტურად ძალიან გამართულად გემრიელად გააკეთეთ ეს ყველაფერი არც გამკრივებია პრინციპში თქვენგან და რა მინდა ახლა შენ კი გეცოდინება ნიკა და აგიხსნი პირობებს როგორია გადაცემის პირობები ანუ 3 რაუნდია დიახ ну წესით ახლა როდესაც რიგითი გადაცემები არის ხოლმე და არა საახალწლო და ეგეთი მაშინ რაღაც კატეგორიები თემებს და თემებს და რაღაცა მოდი დღეს იყოს თავისუფალი თემა ნათვის ხე ახალი წელი ისა თოვლის პაპა თოვლის პაპა წნევის აპარატი რას ეძგინა ის ჩართო მაინც წნევის აპარატი ერთი ტაბლეტი თუ არ გამოურია ამტარჟეო რა თოვლის პაპას ხო ის რა მივწერე გო წერილი რას ასი ნოშპა ერთი ლისტი ნოშპა ერთი ლისტი კაპესად მივწერე დაიღალა აღარ მოაქვს არაფერი ბიზნესი მაქვს რა მართ მე თვითონ კი არ მჭირდება თქვენს დაგიფარო ღმერთმა პირველი რაუნდი არის 50 ლარიანი მეორე რაუნდი არის 100 ლარიანი და მესამე რაუნდი არის 200 ლარიანი დავიწყოთ ახლა უკვე ანეკდოტების მოყოლა და გადავწყვიტავ მე ვის რამდენი და ვის როგორ და ვის რა ეგენაცვალა ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოფაში რომელია თქვენ შორის უფროსი გონი იგი მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს თანხები ამბავი მაგრამ მე ვიცი არა მე მინდა ვთქვა რომ ეხა ახალი წელია დარწმუნებული ვარ ნიკოლოზის დაგვეთან დამეთანხმებაში რასაც მოვიგებთ რომელიმე ბავშვთა სახლს ტკბილეული უყიდოთ და გაუგზავნოთ აუცილებლად 1000 და ნიკას სახელით დაგვეხმარებიან ეხლა აქ დიდი თანხა არ არის რაც ვიზრუნე და ვიწვალე მაგდენია წელსაც მაგრამ ყოველთვის ამბობ ხოლმე და მნიშვნელოვანია ამ გადაცემაში ეს ფრაზა ჩემო კობარო ტყუილა უყვებოდი მთელი ცხოვრება ანეკდოტებს და ის თანხა რაც ამ გადაცემაში არის ბიუჯეტი თვლი რომ ტყუილად მოყოლას ეს თანხა მაინც ჯობია იმიტომ რომ მინიმუმ სტუდიაში დამსწრე საზოგადოებას წაადგება ხინკალზე და ხინკალი ახლა უკვე ესეთი მოთხოვნადია ამდენი საცივების მერე განეიტრალიებისთვის საჭიროა თუმცა ჩვენ როგორც თქვით ამ თანხას მე მგონი რომ კარგი იქნება რომ ჩვენ პატარა მეგობრებს გავახარებთ ბატონო ძალიან კარგი ძალიან ჰუმანური ის არის ძალიან ის არის თავიდანვე ამიტომ გავერთოთ ჯობია თავიდანვე ისეთი ის გააკეთეთ კარგი და გემრიელი განაცხადი რომ გავხალისდი მე პირადად და დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელიც გახალისდა ერთი ორი შოკოლადე შენ შეგვდება არ ინერვებულო მე გიყვარს ვიცი მე არ მეჭმება შოკოლადე არ ვჭამ ხო ტელევიზორში თქვი ასე და ჩუმად ჭამე ხო და ხმამაღლა არ ვჭამ თუ არა ჩუმად კი ხმამაღლა არ ვჭამ კაი დავიწყოთ მაშინ კაი დავიწყოთ და რახან საახალწლო თემატიკა თემატურები იყოს ხო საახალწლო თემატიკა რახან არის ერთი ასეთ ანეკდოტს მოვყვები რა ახალი წელი ახლოვდება რა და ბავშვი პოსტაში ახლა ხო ის გადატვირთული ეს ამანათები ესენი საახალ საჭირო რაღაცა პოსტაში მიდის წერილი რომ ბავშვი წერს ღია წერილია რა ესეთი ბავშვი წერს გამარჯობა თოვლის ბაბუა სურვილს ხო სურვილს უწერს რომ ეს ბავშვი თოვლის ბაბუ რა მინდა იცი რო გთხო ზამთარი მოდის სიცივეები დაიწყო და იქნებ გამომიგზავნო თბილი ქურთუკი, თბილი სვიტრი, თბილი შარვალი, ბათინკები, ქუდი და კაშნი. დიდი მადლობა წინასწარ. და ეს ახლა ამ პოსტის თანამშრომლობა რომ წაიკითხეს. შეეცოდათ ახლა ეს ბავშვი და მოდიო რა, ავკრიბოთ ეს ფულიო და ჩვენ უყიდოთ და გაუგზავნოთ თოვლის ამის სახელით. აგრიბეს ეს ფული იყიდეს ეს ნივთები და ქუდზე და კაშზე აღარ ეყოთ რა. ანუ ეს კობას გამოუგზავნე. სვიტრი უყიდეს, თბილი ბათინკები, შარვალი, ქურთუკი. ხო, ქუდზე და კაშზე არ ეყოს, მაგრამ არა უშავს ახლა გაუგზავნოთ რა.
ხოდა გაუგზავნეს ამ ბავშვს თოვლის ბაბუის სახელით და რამდენიმე დღეში მოდის ისევ წერილი ამ ბავშვის რა თოვლის ბაბუას დიდი მადლობა თოვლის ბაბუა შენი გამოგზავნილი საჩუქრები მივიღე თბილის ვიტრი ქურთუკი ბაცინკები შარვალი კაში და ქუდი არ იყო და ალბათ პოსტაში ამეიღეს მაგ დედა აი ასე კარგი მოკლედ რადგან საახალწლო თემატიკაა კახეთში ხდება მოქმედება და შევეცდები ძირითადად კახეთზე მოუყვერო მე ჩემ სტუმრებს ხოლმე რაღაცნაირად მეკითხებიან ხოლმე რომ შეიძლება უკახეთზეო და ამიტომ ყველაფერი შეიძლება და თან არ დავმალავ და უკეთ გამომდის თამამი ვარ ხოლმე კახელებზე რო ყვები მოკლედ ერთ-ერთი სოფელში ახალი წელი უნდა დადგეს რამდენიმე დღეში და ასე ვთქვათ ემზადებიან ყველა მხრივ და ერთ-ერთი მიმართულება არის ჯანმრთელობის შემოწმება რომ მაინც დალევა მოუწევთ ჯანმრთელობას და დალევა მოუწევთ არ გესმით ხო პატივცემ წავყვანე არა ახლა ჯანმრთელობა ოროსი გავიგონე მე ხო არა ჯანმრთელობა როგორ პაპა წაიყვანეს რა პაპა რა რომ ეხლა ითხოვს ხოლმე ხო იცი ასაკში როა და ეხლა შენ რო შეხვალ კიდევ უფრო ასაკში ხო ჩაგარტყავენ ხოლმე ხელში ეს არ შეიძლება ისე და აი დაახლოებით ესეთი სიტუაცია ეს კაცი ერთ ჩიქას დავლევ ორ ჩიქას დავლევ და კაი წავიყვანოთო რომ მე მიიყვანეს ექიმთან და ეს კაცი ეხლა ნამუშევარი კაი ესეთი ჯიგარი პაპა ხო იცი აი ყავი და ძარღვები ნამუშევარი დაკოჟრილი ხელებით აი ესეთი ახოვანი ბრგევაშკაცი მოდი ვთქვათ ესე და დავტოვთო ექიმთან მარტო დატოვეს ექიმი და ექიმი ეკითხება თქვენიო პრობლემა რა არისო მე რავიო კაც რა მე უბრალოდ აი ყველაფერი კიდია ეხა მიხვდა რომ ცოტა მძიმე შემთხვევაა და კარგი თუ წავბრძანითო სახშიო და წერილობით გამოვატანო რეცეპტსო ო კარგი ისე თუ არ გამოატანე გეწყო კიდია აი ესეთი ამბავი იყო და არ ვიცი ხა დაალევინეს თუ არა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგრე ოკეი საახალწლო თემატიკაზე ბატონო ესე იგი რაღაც სანამ ანეკდოტს მოყოლოდ ერთი ისტორია მინდა გავიხსენო 90-იან წლებში წლების ბოლოს სადაც მე აკავენს რომ თამაშობდით მანსანკანს ეგრეთ წოდებულ ასე შორის მაქვს თქვენი ვიდეოები ნახე ჩამოვაყალიბეთ გავაკეთეთ საერთოდ არ ახარ შეცვლილი მინდა ხო ცოტა რატო უნდა შეცვლილი კარგად ხო და ჩამოვაყალიბეთ ასეთი ესე აქვია გავაკეთეთ ასეთი სერვისი ამ ჩვენ ამ მანსანკანელებმა ქუთაისმა თბილისში ერთად რა მეგობრებმა თოვლის ბაბუა გამოძახებით რა ესეთი სერვისი იყო და მივდიოდი და რაღაც ქუთაისში ხდება არა თბილისში ხდება ეს რომელი წელია დაახლოებით დაახლოებით არის ალბათ 97-18 წელი ალბათ ეს ვა არ გამარჯვება 005 ბანკი ხო არ ერია მაგ სიტუაციას სერიოზულად გეკითხები იმიტომ რომ შემდეგი ისტორია მაგ მეც ასეთი და მე გეტყვი რა ხო და ვართ ასეთი მეჩნია ნუ თავისთავად ახლა რამდენიმე ოჯახში მივიდე ახალ წელს მივლოცავ რაღაცა ბავშვი 2 წლის ნიკას უნდა დაბადების დღე მივლოცავს თოვლის ბაბუამ მიიტანს საჩუქრებს აბახე ეს ბამბის წვერები მაქვს მიკრული სახეზე ხო და 12 საათს შევხვდი ვიღაც ოჯახში რა ანუ თავისთავად 12 საათზე მომიწია ქვევით მელოდება დაკოქილი 011 იმიტომ რომ ვერ ვაქრობთ იმას სლაბის აკუმულატორი სტარტერი არ უარგა ეს აქვია და ან თავდაღმართი თუ არ იყო დაკოქილი იყო თუ არა თავდაღმართში ვაჩერებდი და ავედი ამ სახში ვიღაცა 2 წლის თუ 3 წლის რაღაცა ხო იცი ხუჩქუჩა გოგო საყვარელი რა და ხო გაგიჟდეს თოვლის პაპა მოვიდა აი შეგენაცვალე რა გამოეკა ჩამეხუთ აბა გილოცავ და ეს ტექსტები ხო იცი ახლა გილოცავ ახალ წელს ჯერ დამსდევს ბუხრი და რატო არ შემოხვედი ბუხართან ვიყარავულობდა რომ იქ უნდა ქუთაისთან ძივ ჩამოვედი რა ბუხართან აბა ფეხით ავაკუტე მე 7 საათზე ის არ არის რა ქვია ლიფტი ახლა წამიყვანა იქ ოთახი მანახა აბა ლექსი ვიცი მოყვა ეს ლექსი და ახლა დაბძანდით ეს ადგილები გამზადებულია მთელი ოჯახი ხო ის ამ ბავშვს ჩემ გვერდზე უნდა დაждდეს თოვლის და თვალებში შემომციცინებს
ხაბა რა იქნება? ხო და ეს დიასახლის ვინც არის ეს მეუბნება. რომ რამე მიირთვით, რა მივირთ მაგაც ეს მამა გაჭრილი ახლა პატა. ბამბიც არის. გამოყვითლებული წებო. ხოდა ვაიმეო ეს ახალგაზრდა ქალბატონი ერთი გოზინაყი რო არ შეჭამო ეს რომბივითაც და მოჭრილი. ხოდა ეს რო არ გასინჯოთო ახლა ტკბილიო ჩემოჯა ისე მაგ ჩაფიქრებული და რაღაცა დედა რა ვხნავ მე ამ წერსაც ახ ვარ ავიწევ და ხوار შევჭამ ბავშვი მიყურებს თვალებში რო თოვლის ბაბუა ნახა ცოცხალი და ჩამოვჭერი ეს წვეტი ამ რომბს და ეს ჩანგლით თხილად შევაძვიდი ამ მაგიამია და პერსევ ღეჭავ და წეს თხოვნა დაპატარავდეს რაღაცა რასაც ღეჭავ იზრდება თურმეს ბამბები შეყვა ბამბის ზაფის გორგალი მაგამხელა პირში საოცარი ამბავი როგორც იქნა გამოვედი იქიდან გადავრჩით ერთი სიტყვა წერი არა გაქვს ნახევარი წერი ეს მქონდა შემოურღვეული ეს აქ ჩანდა უკვე ბიაზი რაზეც იყო მიკროლი ნუ აგაიგო ოჯახებში მივედით მაგალითად ვიღაცა მამაკაცმა გააღო კარები წინსაფარი უკეთია უიმე თოვლის ბაბუა მოვიდა უკდარისმის ქალის ხმა აქეთ შემოვიდა ზალაში გლიჯავს ყველაფერს ქალი სუბრასთან არის სვამს მე რაც საშინელება დამემართა აი წლებია რა 95 წელს გავხდი მე სტუდენტი ჩემოკობა რა 95 და იყო ესეთი ამბავი რომ მაშინ დაგვირეკეს აი ეს რო არის ეროვნული ბიბლიოთეკა ეხა მაგის გვერდით რაღაცა ეთყობა იქირავეს არ ვიცი რა იყო 005 ბანკი იყო ესეთი არ ვიცი და რაღაც ესეთი სერვისიო მოიფიქრესო რომ თოვლის ბაბუაო გამოძახებით მივედით რა იქნება ერთი გამოძახება ვარ რა დამავიწყებს ამას თქვენსკენ თანხა იქნებაო 5 ლარიო რა ხოდა ხა იქ ზოგმა თოვლის პაპის ფორმა აირჩია ზოგმა რა დაგლაუსი მე ვიფიქრე ხა თოვლის პაპა ნაბადი მძიმე იქნება რაღაცა ვიფიქრე ასანიშვილი ზაზა და ვახტო ჩაჩაინძე და მე ოღონდ ჩვენ შემთხვევაში მაშინ რაც ნორმალური ასე ვთქვათ უცხო მანქანები იყო მერსედესები გვემსახურებოდა რაციებით იყო რა რაღაც ცოტა შორის ამის შემდეგ რომ მივედით მე დახურული დაგვხდა ეთყობა ის რაღაცა ის იყო მოვლენა რა ეხა 5 ლარი ვიფიქრე კაცო ერთი 10 ოჯახი როგორ არ იქნება რომ რაღაცა საგვემატება დამწვარია კაცო რუსთაველი საშინელება ხდება და მოხდა ძალიან უცნაურ სიტუაცია შენ ბავშვი მაინც დაგხვდა და მე დამხვდა დაახლოებით 1.30 ახალგაზრდა გოგო ერთმანეთზე ლამაზები სანტა კლაუსის ფორმა მაცვია თან აი მიწა გამსკდომოდა მერჩივნა რო კარები გააღეს ეს ბამბები მიწებებული ეს სანტა კლაუსის ფორმა თან ისე მიხდებოდა მინდა გითხრა რომ იქიდან ლამლანდიაში დავედი პირდაპირ რაღაცა თხელი მატერია ქონდათ ნაშოვი ეთყობა ვერ შეკერეს 95 წელია ის ბამბაც მთლად ბამბა არისო რაღაცა სინთეტიკური რაღაცა მატყლიც კაია რა რაღაცა არც წებო იკრავდა არაფერს მე თან წარბებზეც ეს აქტიური ვიყავი რომ ვიღაცა არ შემხვდეს მეთქი მწხვენია კაცო ის კი არ არის ეხა მწხვენია რა გიტყდება კი არ ჩვენია გიტყდება რა ხო მიტყდება მაგრად სანამ მანქანაში ვარ და რაცია და მივდივარ არაფერი მაგრამ ეს რომ გადავედი რაღაცა გოიმური ხურჯინი ის ჩექმა არ იყო რაც იყო სანტა კლაუსი ხო იცი რომ შეგიყვარდება სანტა კლაუსი ეს იყო აი საოცრება და ზაზა ასანიშვილი ეხა იქნება ამ გადაცემისთვის მოვიძიო ფოტო და თქვა რომ ეს არის როგორ ქონდა იცი ეს სანტა კლაუსის ფორმა რომ აი გამორიცხულია რომელიმე ბავშვს აი საერთოდ დაავიწყდება არცებობა სანტა კლაუსის და
მაგის ისტორიას გავაგზავნე, ბავშვმა კარები რო გაუღო, ტირილით გაიქცა. და ეს რომ მოიხსნა უარესი დაენა. გადაერია გამოაგდეს მამამისო, ვიღაცა ნორმა ახლა ამ კაცმა ლამაზი თოვლის ბაბუა, რა ვიცი, წვერები აქვს და მე რო დავაზარინე და მიღებს ახლა სანდომიანი გოგონა ხაზგასმით, ასაკს მივხას და ახლობით 19-დან 20 წლამდე. ნუ ეხა ვიფიქრე ალბათ ახალი შექმნილი ოჯახია და ბავშვს რაღაცა სიჩუმეა. და მობრძანდით დადგმული აქვს რა, ეტყობა ეს რომ წაიკითხეს რა, რომ რაღაცა გოგოების შეკრება არის სახში და მოდი ვეღადაოთ რა, ვინ იქნება ეხა, ხო ვიღაცას ეცმევა, არც ერთ არჯერ ამ თოვლის ბაბუის არწებობის უკვე ესეთაც აქში არიან და ვეღადავებით რა, კაცი არა ყავს, კაცი იქნება გადაცვლილი და მაგრა ავაგდოთ რა. მე ეს არ ვიცი რა თქმა უნდა. შეგვედა 30 გოგო. ჯერ არ ვიცი კაცო, პატარა ბავშვს ვეძებ. სიხუმია. თან მითხრა სხვათა შორის ჩუმათო ძინავსო და სიურპრიზად გვინდაო და დიახ რაღაცა. რო შევედი და აინთო შუქი და ეს დაახლოებით 30-35 გოგო, პატარა გოგოები სუფრასთან ართ ძალიან თლად ფხიზლები მინდა გითხრა. მოკლედ გამზადებული ვარ რა, საღადაოთ რა. მე მაგ კომპლექსიდან დღემდე ვერ გამოვდივარ. მეტად რო ხედავ გოგოებს აწნატყნები 10 თუ 10 და. იმიტომ რომ ნუ აი ძალიან მიღადავდნენ ის ცუდად რა. აი რაღაცა თავის ჩქმეტებით და იმით რა და ნუ რაღაცა მომენტში მე კი მივხვდი რომ მეთქი უნდა დავლიო, შენ თქვის არ იყოს მე პირდაპირ ავიწიე, დავლიე და თოვლის ბაბუის ფორმაში რომ დავიწყე, მე ძლიერ მიყვარს ის ფერ თოვლის, ქალწაი მაშინ გაიღო კარები და ამათი ქვრები შემოვიდნენ. ასე თითაწეული ჩამოვედი. თითაწეული ჩავედა. ეს კაცი მელოდება დაბლა ვინ გაგიშვებს ის ქვრები გაპოვილი მთრალები სადღაც იყვნენ ეტყობა გადაწყვიტეს ქართველებმა რომ რაღაცა სხვანაირად შეხვედროდნენ ცალ-ცალკე მე იმათე მოენატრათ ესენი ნასვამი შეერთდნენ დავხვდი მე სათამაში ვაგერ ხო და იმდენი ყანწები იმდენი ამბავი მოკლედ ვერაფერი დიდი ფული ვერ ვიშოვე და გითხრათ ჩავჭი ესე. თავიდან მეგონა თუ 64-ში მოხდი და ბოლოს ის ქფრები რო ახსენე. არა, თან ერთი ძალიან კაცრი იყო სხვათა შორის რატო ხარაქო გადამეკი და მე უთხარი გამომიძახეს ჩემი ძმა. და ეს ფორმა მაცვია თან ცოტას ბლატაო. რა არის ხა ის ძმაო გამომიძახე. აი გაგწყვი ხა. სადაგლაუ შერვალი მძრევა იმას ვიცი. ჩემით არა, ჩემით არა. ძალიან კარგები ხართ როგორც ყოველთვის არც მიკვირს და არც არავის არ უკვირს მოდი პირველი რაუნდი ჩავთვალოთ დამთავრდა და თან მე მეგონა რომ მორჩა უკვე ამდენი ისტორიები კი არ ვიცი მართლა კაი რატო და რაუნდი კაცო აი მაშინ არ ვიტყვი საერთოდ რა ხვირდას ის ხوارბაზე მომივიდეს კაი ერთი ანეკდოტი თემაზე სულ ყველას ახალწელზე ხوار მოყვები და ახლა რახან გველის წელიწადი და ღმერთმა მშვიდობიანად შემოასოციალოს ეს წელიწადი და ღმერთმა მშვიდობიანად შემოასოციალოს იყო ძალიან მაგარი. ხო და ერთი გეგუთია სოფელი რა არ ვიცი ცნობილი სოფელი ძალიან ყოიცულ ხარმამისელიშვილი ყავდა ერთი ჩვენ მეგობარი და გეგუთელი იყო და ვინმე რომ მკითხავსო სადაური ხარო გეგუთელიო ყველა მაგი რომელია ზონა რო არისო რაღა ზონით გახსოვთ სამი მეფეიჯი და საქართველოს იმნაირი გლიჯავდა ყველაფერს ხო და ამწუხაროთ კი ბატონო და ერთი ეს გეგუთელი ბიჭი მიყვება ამბავს მოსაწევთან დაკავშირებით რა ის თემატურია ხომ საახალწო. იო, რას დავაკორდე თოიჩო. სამ კაცთან მოვწიეო, დამიჭირესო. ორ კაცთან მოვწიეო, დამიჭირესო. ახლა მარტო უნდა მოვწიო ბოზი ხوارო, ერთი გავარკვევ. იმას მაინც გავიგებ ბოზი ვარტო. ძალიან მაგარია. ესე იგი, მარტო მოგეხსენებათ რომ გვიწევს ხოლმე ეგრეთ წოდებულ კორპორატიულებზე ხანთამადობა, არის ქორწილებიც ხოლმე განსაკუთრებით რაღაცა პერიოდის უკან ძალიან ხშირი იყო
მე ვინც იცის და არ იცის ყველამ არის უკვე თამადა და შესაბამისად ჩვენც ბევრი საქმე გვაქვს და გვიწევს ხოლმე უარის თქმა. ეხლა ამ ყველაფერს ჩემო კობა ახლავს ძალიან სირთულეები გარდა იმისა რომ თამადობა თავისთავად არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. რაში მდგომარეობს ეხლა ეს ამბავი? მიდიხარ აბსოლუტურად უცხო ხალხში რომელთანაც არავისთან შეხება არ აქვს, შესაბამისად არიცი რა, ნათესავი, დედმამიშვილი, დედა, მამა, ყველას კარგად უმყოფოს, მაგრამ ზოგი შეიბადება საერთოდ არ აყავს დედმამა, ხო? ხო და მოკლედ რაღაცა ერთი მრჩეველივით ადამიანი გჭირდება ხოლმე. არსებობს ოჯახები, რომლებიც ამ ასე ვთქვათ თამადის ინსტიტუტს ძალიან არასერიოზულად უყურებს რა. ყველაფერს მოილევს, იქ ყველაფერს ეს იყოს, აი ხა არაუშავს ის კაცო. თან თუ ეხა ისეთი სახელი და გვარის თამადა, რომელსაც რატომაც თვალდახუჭული ჯერათ განსაკუთრებით მაშინ მაგას რა თუნდა სწავლე კაცო მიხედავს მაგას გააკეთებს და ძალიან იძაბები ხვდები რომ აბსოლუტურად ზედმეტი ხარ, თან საჭირო. და ძალიან ცუდად ხარ, იმიტომ რომ იქ იმდენი საქმე აქვს, ხან დედოფალს ელოდებიან, თუ ვაჟმა მოიყვანა, თუ ის უნდა ნუ ეხა მოგეხსენებათ ეხა ქართული ტრადიცია ამბავი, ღმერთმა ყველა ბედნიერები ამყოფოს, სადაც ყოფილ ვარ. ყველასთან თითქმის მაქვს ურთიერთობა, თითქმის რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, შვილებიანად და შენაძენიანად მართლა ყველა კარგად იყოს. ერთ-ერთი ესეთი სიტუაცია მაქვს ჩემო მეგობრებო, ძალიან ახლობელმა დამირეკა. ეს კიდე ურთულესი შემთხვევაა, კიდე ზემოდან პრობლემა, იმიტომ რომ ახლობელი რო გირეკავს, ნიშნავს რომ უნდა წახვიდე ნახევარის ნახევარფასში. ეს ერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა. ახლობელი რო გირეკავს, ნიშნავს რომ იმას ეკითხებიან ყველაფერს შესმაგირად და ის ცემ შენ კაცო არაფერი მაგას რა პრობლემა აქვს, მოვა თავის საქმეს გააკეთებს. მოკლედ ამას უთხარი რომ იქნება მეთქი ვინმე დამისვათ გვერდით. რომ ვკითხო ამას, რა ქვია ამ დედოფალს შეხვალ და სადმე აწერია ტორტზე მეფე დედოფლის სახელი და უარი ხო ჩემბედნიერებას საზღვარი არა აქვს სახელები. მაგრამ ძირითადად მიწევს ხოლმე ჩვენს მეფე დედოფალს გაუმარჯოს ჩვენი დედოფალი და მეფე, მეფე დედოფალი, დედოფალი მეფე, იმიტომ რომ ის ადამიანების ემართებათ ის, რასაც ახლა მოუყვები. მოკლედ მომამაგრეს ერთი პიროვნება, აი დავჯექი ასე ვთქვათ, სადავჯექი კაცო ვერ ვჯდები ხოლმე, ვთქვი რომ ჩვენი შეკრება და უფლის სადიდებელი და მადლობა გამჩეს რომ შევიკრიბეთ, თქვენგენაცვალეთ, ესე დავდივარ, აქ არის ასე წინ მთელი აუდიტორია 400 კაციანი, შემოგევლოთ ჩემი თავი ისე და წავედი ახლა მოუტრიალდი რომ უთხრა ამას რომ შემახსოვს მოუტრიალდი და კაცი აღარ არის ამ ქვეყანას. გაგლე ჯინუტრა ესეთი მოცელვა მე არ მინახია. ბიჭო, არავის არც ხელა ჩემთვის მივალ ამ კაცთან. შევარყევ, ახლა მიუყვები, მშვიდობა მოდის მე პატრიარქი მოდის, სადაც სახელები ამჭირდება, საქართველო კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი ახლა მოკლედ გადავლახე რაღაცა მომენტამდე მივედი და მივედი მშობლების ადგილზე. აი აქ იწყება ახლა ხარ ცოდვა. ამ ისტორიის კულმინაცია. გავედი და ვამბობ რომ ახლა მე მინდა მეთქი რომ ჩვენი მეფე დედოფლის მშობლები მოვიწვიო ჩემთან თუ შეიძლება რომ მობრძადნენ. მოვიდა ორი ბატონი და ერთი ქალბატონი. სად არის მეორე დედა? სახელი არ ვიცი. ძალიან ვთქვათ, არ გავაგზავნებ ქორწილს, არავით არ შემთხვევაში. ვთქვათ, მობრძანდით. იგვიანებს, აი რა, დედოფალი უნდა იყოს ხათრიანი და დედა არ რაუშავს. შეიკავეთ წრემლები, დღეიდან იწყება ამის ბედნიერება. და ამ დროს კაცი მოდის. ხო არ გავ***დი, მაგის და საბერძნეთში არ ჩამოვდი. რა დამემართა, იცი მომენტალურად ვიგზენი ფეხსაცმელებში წყალი სიმწრისგან. მე ვთხარი ეს ყველაფერი ხუმრობა. ვიცით რომ იქ არის და აი მის მერე ამერდამერია ყველაფერი რას ვამბობდი, როგორ დამთავრდა, რა მოხდა, აი სიცხრის იყო, აი წვერვალი. მოკლედ იმის მერე კარგა ხანს არ დავდიოდი და
ძირითადად ქელეხში რომ ვიცი რომ ვერ შემოვიდო და ესე იგი ერთი მოქმედებით ის უნდა მოყვე მეც რა ძალიან მიჭირს ხოლმე დიდ სუფრებზე ახლა იმიტომ რომ ხალხი ყურადღებას რო გამოხატავს ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო და სასიხარულო მაგრამ მე მკოცნის ყველა თვალები ოღონდ კაცები ძირითადად ხო და ადრეს ბავშვობაში ესეთ ვიყავი ახალგაზრდობაში სანამ თვალი ხალხი წებო ვიყავი რატომღაც ახლა რომ გარიყავით 10 კაცი თვალი კაცი რომ მოსულიყო რაღაც ეკითხავ და მე და ახლა მით უმეტეს და ერთ-ერთი ასეთი რაღაც ღონისძიებაზე ვარ და თვალი კაცი მოდის თავის მრევლით 1-4 კაცი ახლავს ხო მივხვდი რომ ჩემთან მოდიან ხო ოღონდ თვალი ეს ოდის და ყანწი უჭირავს ხელში ეს ყანწი და დამადგა თავზე და შესაბამისად ადგომა დავაპირი ახლა რომ უნდა ავდგე რა ოპ ასე დამაწვა ბეჭე ხელი იჯექი შენო და აი ასე მიხსნის სიყვარულს რაღაც სულს გარაბერს ამობს ეს კაცი მეფერება მაგრამ გაუთავა არის პირველის ნახევარი და ხო და მეფერება და ეს ყანწი უჭირავს ხელში ყובה შენ გენაცვალე და ეს მრევლი ხო ყავს აგერ დალაგებული კიდე ამ ყანწში 4-ჯერ ჩაამატეს ღვინო ყველა დამასხა მე მუხლი ესე იგი ცისხა სოლიკოურში მაქვს ჩამბალი ფეხები ოღონდ ფეხსაცმელი დაალია ბატონო გავსკდი ცებინებით ვერ და მიხვდა რომელიღაც რომ დაალია უთხრა თუ არა კაც ფილტვების ატევა უკიდე რო დავდიოდი იმდენად წელი მქონდა ფეხსაცმელი რო დავდიოდი ხო გაჩერდები და ოდნავ კიდე რო წამში ფეხსაცმელებში ოდნავ მიიწევს ოღონდ შენ ხვდები მარტო ვაჭილო ვერ ავჩინეს არა შედა ეგენაცვალე მე რაკენი ბოლოს ბოლო ახლა მოურჩი ამ კაცს ძალაბენ წავედი და ჩავიცვი შარვალ კოსტუმზე ბოტასები გოხდათ ისე შენ კიდე ღვინო შემოგთავაზეს და მე მაგარი დამემართა ისევ ქორწილში რა შეგიძლია დაждე აგერ ჩამოჯეჭი ასე ვარ და მოვიდა რა ერთი ხა ესა პირველის ნახევარი რატო გაუსვი გვიან რომ ესენი მოლაპარაკებაში არის ხოლმე რა ყובה ესე რომ 12-მდე ხა ტორტი რო გაიჭება და მე რაღაცა უხერხულობიდან 4 საათს გავჩერდები და მივდივარ უხერხულობიდან გამომდინარე ძამიკო ვერ მოდიხარ რა ის გთხოვს ეს და ესეთია და ერთი კაცი მოდის რა აი დავინახე მეც ასე ვარ ახლა რა გზნობ ამას რა აი თელი სუფრა უცნაურად მაკვირდებოდა აი სამ თელი და ვიპიგე აბა ცუდი სიმთვრალი აქვს რა და ამოჩემება რო იციან რა და ფიქრობ რომ აი მოუტყდი რა სწრაფად რა სიტუაციიდან და ისე მიყურებს რომ ვერ წამოვიდა რა ისი კარგად არის მოვიდა ესე არსად არ წახვიდეო შენო უნდა წავიდე ძეგლი უნდა გაგიკეთო და ზომები უნდა აგიღო აუ მეთი ამას რა უნდა რა ის ძეგლი უნდა გამიკეთო ბიძაჩემ ხა მე ვიფიქრე ხა ხო იცი უყვარვარ ძალიან და რაღაცა ძეგლია მე სერიოზულად მივხვდი რა ძეგლი მკლავს ეს შობერძაღლი რა ძეგლი უნდა მოკლედ აღმოვაჩინე ბოლოს მე ჩემი დამემართა მაგრამ რო ამოვწრო ეს თემა თურმე რაღაც რესტორანს ხდის და რესტორნის წინ უნდა ეს ჩემი კახელი გმირის რაღაცა რო ფიტულივი დადგას იქა და ძეგლი უნდა გაგიკეთო და ის უნდა დავდგა ნუ მოკლედ აი საშინელებაა რა ერთი მარი რახან იმაზე ვსაუბრობთ ერთი ანეკდოტი გამახსენა ქორწილია რა ქორწილია და ახალი დაწყებული ეს ქორწილი და ერთი ასაკში შესული კაცი მიდის იმასთან რა ქვია მუსიკოსებთან რა ხოდა 10 ლარიანი აკაკი ახატი 10 ლარიანს რა აკაკი წერდა ეს 10 ლარიანი ასე გადაუგდო და რაღაც შეკვეთა მიცა რა ამგეს და ეს შეკვეთა მიცა და წამოვიდა ახლა და ელონება ამ თავის შეკვეთას და ამ დროს ატყდა რანაირი სოისი ნეფედედოფალმა იცეკვა მე იქ მეჯვარეება და მიავიწყდათ ამ კაცის შეკვეთა 10 ლარი და თავდება უკვე ქორწილი რა ხო და ეს კაცი მოდის უკვე შარვალ კოსტუმშია ოპასე მოქანობს ნასვამია და მიდის მუსიკოსებთან და ერთ-ერთმა იცნო რომ აუ ესო ის არ არის 10 ლარი რომ მოგცავო რა ბიჭო და სანამ ეს კაცი დაიწყებს საუბარს ამან შეაგება რომ ბატონო ბოდიშიო თქვენ გენაცვალეთ ამ წუთში იქნება თქვენი შეკვეთა არა მიზეო მაგ არ მოსულა რომ მაგ შეკვეთისთვისო არ მოსულა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რომ აკაკი წერეთლისო პოემა ხო არ იცით რომელიმეო რომ დაუკრათ არა თუ იცით რომელიმეო კი რომელი იცითო
გამზდელიო. ხო და მაკათრაში გამზდელი მიზედა. მე ზევედი გარხანჩი ხარ. რაღაცა გაღუნულია, რაღაცა სიმღერა. შენა კარგი კახელი აფრიკაშია წავიდა. სამოგზაუროთ მოხდა აფრიკაში და ჩამოვიდა შეგრევილი არიან მეზობლები ახლა აინტერესებთ აფრიკა კახელი რაღაც ამბავი რა ნახიო ვიჯო რა ნახე იქაო რა ნახიო მოვდა ჟირაფი ნახიო მაგილე დავატირიო ჟირაფიო ნახიო იქაო როგორიაო დაგე ჩვენი ვირიო ეგა როგორ აი ძელი კისეირო ეკონდესო აი დაახლოებით ეგეთია ვაში გაიხარე ჯიგარი ხარ კიდე რა ნახეო ზებრა ნახეო აფრიკაში აი დოყელაო ზებრა დოყელა დარბიანო როგორია აიო ჩვენი ვის ხო ხედავ ოღონდ აი ზოლები რო წააცხო ეგეთიო ვერდები აი ზუსტად ეგარიო მაგარია აფრიკაო მაგინე და კიდე რა ნახეო კიდე ფითონი ნახეო ფითონი როგორიაო აგე ჩვენი ვირი ხელა არიო ეგე ჩვენი ვირი როაიო მაგაზე გავს არ მახსოვს ვიცოდი ეგ ანეკდოტი მაგრამ შენ როყვები კახელო ხარ და როყვები აი შემოყვებოდი არ მახსოვს გამოვტყდები და ამერ მასწავლე არ მახსოვს ეს მოყოლი მაგ თორე და ადრე ომის ხო იყო ისეთი შარლე ვაქროწვრილი იყო და აქ ფართო გალიკა გალიფეს ერთი კაცი წავიდა ბაზარში და ეს უთხრდებოდა ხა თუ რაღაცა და ინდაურის ჭუკი წაიყო და გასაყიდათ რა ხო და ჩაუსვია ეს ამის უბეში რა ამ გალიფეს უბეში და იფიქრა რომ არ გაიგუდოსო და ეს გამოაყოფია ხო არ გამოაყოფია რა შეაღვეს რომ ჰაერი ჩავიდეს რა და მივიდა ბაზარში და მაგარი კაცი ყოფილა ბაზარში რაღაცა იქ ხელში დაეჭირა მაგარი ამბავის ზღვარი ეს ხო და ამ გალიფეში არის ეს ინდაური შოკი ხო და იქ კიდე რაღაცა მარწყებს მალინებს რაღაცებს ხო და ამ ქალს ერთ-ერთ ელაპარაკება რაღაცას ამ გამყიდველს და ამიტომ ხო გამოხედა იქიდან ახლა თვალი და მაყვალი არის გამოყოფს თავს ხოლმე აიღებს ერთალ მაყვალს შეყობს დაკრავს ნისკარტს შეყობს ასეთი ის ჩანს ახლა და იქეთ ამ ბაზარში ხო ხალხი არის კაცო და იქეთ ერთი სამი ხალი რაღაცებს ყიდიან და ამ სცენას უყურებენ შორიდან შარული და გამოვარდება რაღაცა აიღებს ერთალ შევარდება უყურებენ ასე უყურებენ და ერთი ხალი ეუნება მეორეს 4 ქმარი გამევიცვალება რა მაყვალს კაცი იღება არც აქამდე ნახიაო და აზიც არ ვიცი ნახავ თუ არა შემიგაი რა მაგარი საუჯა არგია არგები ხარ ძმებო ბიჭებო ძმებო მეგობრებო რა ვიცი ყველაფერი კვაჭიებო იყვინე არგები მოკლედ დღეს ახლა რა მოხდა დღეს ახლა 5-ია გადაცემაში იყო ჭიჭიკია და მიხო და წამყვანი პიყვინია მაგარი რაღაცა იყვინია მაგარი კაცი წამყვანი პიყვინია ერისთავი ეს აღსანიშნავი დღეა და დროა ეხა გაგვიშვა ჩვენც რომ პატარა მოდი ასენ ორი ფეხით ხართ მოსული და მეორე სიმღერად შევასრულოთ მაშინ ორი ფეხით და ჭუკით და ჭუკით ხო და წასვლისინ კიდე ერთი სიმღერა შენ მოიგონე ეხა ეგ ისტორია შენი მოგონილი ამბავია ხო არა ჩემ მოგონი აბა ნახე გადავახტა მოკლედ ჩემო კობა სანამ დავიწყებდე ჩემო პატა კიდევ ერთხელ ჩვენს ერს ჩვენ ქვეყანას მიულოცოთ ახალი წელი და ყველა მრავალს აგასროთ ღერთო ბედნიერების სიკეთის სიხარულის წელი ყოფილიყო ძალიან გვიყვარხართ ყველანი და სულ მალე დაიწყება ახალი სეზონი ტელევიზიაშიც და თქვენი გვერდში დგომით ჩვენს ვეცდებით შემართებით იქნება ჩვენი ძვირფასი გადაცემები როგორც მოგეხსენებათ ანეკდოტების შოუ გააცნიან და მოიგე ვატას და ნიკას შოუ მიხო და მარო სერიალი ჭიჭიკია და ბიჭიკია და სხვა ბევრი გადაცემები რომელიც იუმორის გარდა კიდევ ამშვენებს ამ არხს ასე რომ გადმორთეთ ამ წელსაც რუსთავი 2-ზე და იქნება ყველაფერი ძალიან კარგად დროებით მოკლედ როგორც ბიჭებმა თქვეს
ძალიან კარგი და ძალიან სახალისო წელი გველოდებათ. მე გემშვიდობებით უკვე ერთი კვირით კი არა, უფრო დიდი ხნით მანამდე კი სტუდიაში დაგიტოვებთ ჩვენს ორ უნიჭიერეს იუმორისტ და მომღერალს ბაატას და ნიკას. აბა თქვენიც ბიჭებო ახლა მადლობა. ენაცვალე. მარო მიხო შეკითხა რაზე ფიქრო რაზე შენო მიხომ წახკრა ფეხიო მარო უცებ გაბარას და უპასუხა ე სიცახი წაგეკიდა ცეცხლიო ამ სიცხეში რა დრო სექსე ფიქრი დროა უზრდელი ხარ შენ დაგეცა მეხიო გურულს ქალთან შარიშური აუტეხავს მაგრამ რაკნა საოხრია უარზე ვერ წამოდგა დათავი ვერ შეიმაგრა აღარ არის ძველებურად მუღამზე გურულმა თავი მშვიდა არა უშავს აწი მაინც ვიული მე ჩემ ჭკუაზე ცოლმა ქმართან დაბალ ქალთან შემოუსწრო მოსთხოვს ტირის არ უჯერებს თვალსაო კაცმა პირობა მისა რომ აღარ იზამს არ ჩაიდენს საქციელებს მსგავსაო ასე ერთბაშად ვერ შევძლებ დამიჯერებ ნენელავანებებ ქალო თავსაო სიძე სიმამრთან გადმოდგა აივანზე დედალს ეტერს გააყოლა თვალიო ამას კარგ მამალს მოუყვან ლეკვებისთვის ჭკვიანია თან არ არის ავიო სიმამრი გაბრას და სიძეს უპასუხა ძაღლიც არ დატოვო მოუხნავიო კაცი დედრი დაეღუპა ქელეხს სიხდის ხალხს პატიჟებს პურმარილის დარდიავს სიდედრმა თავი წამოყო გავცოცხლდიო რა კარგია ისევ ფეხზე დავდივარ სიძე მუთხრა ამ ხელა ხარჯი გავწიე დაწექი ხუთ შაბათს ორზე გავდივარ მეგრელი ქალს ჯადოსნურ სექს შესთავაზებს დაინტრიგდა ქალი ასეც რაშვები ძუკუმ კიდე სიხარული თუ პასუხა ერთს მოთავდა სამოდანოდ გახრები კითხვის დასმა ბოლომდეც კი არაცალა ერთს ვიზამდა მერე უცებ გახრები გოგონები მატარებლით მგზავრობენ და პანჯარავს სანახევროდ ღიაო წყლის წვეთები დაეცათ და აწუწუნდნენ უი ქალო წვიმას დაუწყიაო გევერძე კუპიდან ვიღაცამ გამოსწახა ღრუბელი ხელით მე მიკავიაო ერთი ბიჭი საქორწინოდ მოემზადა შეარჩია ქალიშველის თვალაო სასიმამროს მორცხვად გოგოს ხელის თხოვა მოიკრიბა რაც კი ქონდა ძალაო გოგოს მამამ აგდებულად უპასუხა რატომ შენი ხო არ დაგეღალაო